ახალი სეზონი ახტალაზე ბალნეოლოგიურმა კურორტმა ვიზიტორების მიღება დაიწყო. სანატორიუმსა და სამკურნალო ცენტრში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რა დროსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესებიც მაქსიმალურად გაითვალისწინეს. კურორტზე ვიზიტორების რაოდენობის ზრდას მომდევნო კვირიდან ელოდებიან. ახტალას სამკურნალო გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ამჟამად ყავს ვიზიტორები, 6 პაციენტია ჯერჯერობით, მაგრამ შეკვეთები არის. მოვლენ ამ კვირაში ხვალეს ველოდებით 4 პაციენტს და ორშაბათიდან უფრო ბევრი არის შეკვეთები. საერთოდ სეზონის დაწყების დროს პაციენტების რაოდენობა მცირე არის ყოველთვის და მერე თანთანობით მატულობს და პიკს აღწევს ხოლმე უკვე ივნისის ბოლო რიცხვებიდან და რაოდენობა იზრდება პაციენტების. რაც შეეხება ამ სეზონზე გვაქვს სიახლეები სანატორიუმში მოვაწყეთ კიდე 10 ოთახი მქონდა ჩვენ სველი წერტილებით კიდევ დავამატეთ 2 ოთახი სველი წერტილებით და გავითვალისწინეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რომ მათი მომსახურებისთვის ყოფილიყო ეს სანიტარული კვანძები აპრობირებული და შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ახლა ჩავატარეთ სამოთახში სარემონტო სამუშაოები, კოსმეტოლოგიური სამუშაოები, შევცვალეთ შპალიერები, შეიღება ოთახები ხელმეორედ, ასევე სააბაზანო განყოფილებაში შიგნით მოვაწყეთ 2 სველი წერტილი, გავაკეთეთ და განვაახლეთ თანამშრომელთა გასახდელები. ასევე წყალგაყვანილობა იყო შესაკეთებელი, გავაკეთეთ ელექტროგაყვანილობის ახალი გაზი გავიყვანეთ სატრანსფორმატორო კვანძიდან სააბაზანო განყოფილებამდე და რა ვიცი შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ვიდრე წინა წლებში. ახლა ვართ აჭარიდან, ბათუმიდან, ქალაქ ბათუმიდან, რომელიც დავდივარ მე-3 წელია აქა ვარ. 2 ჯოხით ვიყავი კასტილებით, რომელიც ვერ დავდიოდი და ეხლა არც ერთი აღარა მაქვს და შეღავათი ვლახე და ძალიან მადლიერი ვარ. მე თელ საქართველოს ვეუბნები ვეტყვი და ჩემი სახელით რომ ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რომელსაც ჩვენ პატივი უნდა ვეცეთ. არა საზღვარგარეთ არის ძალიან კარგი და მე მაყოფილი ვარ ამით. ვიკეთებ, მე-3 წელი აქ დავდივარ.